საპატრიარქო რეზიდენციას დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ მიიღო. საპატრიარქოში იმყოფებოდნენ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ-ჰაია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გარეთ უორდი, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დე ანტუონო, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მუსტაფა თურქერ არი. თითოეულ ელჩთან გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მწუხარება გამოთქვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო და სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოხატეს. შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ამ თან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმრებს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები უსახსოვრეს. დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან სტუმრად იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სხვადასხვა საელჩოდან, ისრაელის საელჩოდან, დიდი ბრიტანეთის საელჩოდან, იტალიიდან, ასევე სომხეთის ელჩი ბრძანდებოდა და თურქეთის ელჩი. შეხვედრა ჰქონდა გაცნობიტი ხასიათი, მათ კიდევ ერთხელ გამოთქვეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო და ასევე მიულოცეს შიო მესამეს გამორჩევა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. საუბარი თითოეულ ელჩთან შედგა მეგობრული შინაარსით, ხაზი გაესვა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას და ჩვენი ემიგრანტებისადმი ამ ქვეყნებში თბილ დამოკიდებულებას ამ სახელმწიფოების მხრიდან. საუბარი ასევე შეეხო იმ საყოველთაო პრობლემებს, რომელიც დღეს მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანას აწუხებს. ეს არის ტრადიციული ფასეულობების მოფრთხილება, ეს არის ოჯახის კულტურასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე საუბარი შეეხო იმ გლობალურ პრობლემებს, რომელიც არის დაკავშირებული მიმდინარე ომებთან, რაც საფრთხეს უქმნის ზოგადად ყველა ქვეყნის საზოგადოებას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. ელჩებმა გამოთქვეს იმედი, რომ შემდგომში კვლავ იქნება შესაძლებელი საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობა და კათოლიკოს პატრიარქმა ისინი მოიწვია და მან განუცხადა, რომ ღია საქართველოს საპატრიარქოს კარი ნებისმიერ დროს მათთვის საინტერესო თემებზე სასაუბრად. გამოჩენილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე 100 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ გახსნა. შეხვედრას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, სხვა სასულიერო პირები, მეცნიერები, ეთერ ქემერტელიძის ოჯახის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქ შეკრებილები ეთერ ქემერტელიძის უდიდეს ხვაწლზე საუბრობდნენ. ჩვენ მთელი საქართველოს სამეცნიერო წრეები და რასაკვირველია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ულოცავთ ქალბატონ ეთერის ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს და გვიხარია, რომ იგი კვლავაც
არის ახსავსე სულიერი და ფიზიკური ენერგიით და უსურებ დიდხანს კლავაც გაეხარებინოს ჩვენიერი აი ესეთი ასაკოვანი ადამიანების ამ ასაკში ესეთი მოღვაწეობა ეს არის გამხნევება ერისა რომ აი შენ ერს ყავს ასეთი შვილები ღირსეული შვილები რომელთაც არა მარტო დიდი ისტორია გავლეს და დიდი კვალი დატოვეს სამეცნიერო მოღვაწეობაში ასევე როგორც გამორჩეული მოქალაქე ბრძანდება ქალბატონი ეთერის წლების მანძილზე და მინდა მას უსურვოთ დიდხანს სიცოცხლე და კიდევ მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანოს სამეცნიერო ესე ვთქვათ საქმიანობაში. ეს არის ქალის შემკული ყველა ქართული ღირსებით. თუ კი რამე შეიძლება ქართველი ქალში იყოს წარმოდგენილი. მან შექმნა უზარმაზარი სკოლა ფარმაკოქიმიის, არამც თუ ახალი პრეპარატები, მათი წარმოების დანერგვა, მისი პრეპარატები თელ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამოიყენება დღეს ბევრი დაავადების სამკურნალოდ და უდიდესი სიამოვნებაა რომ ჩვენ დღეს მოვეფეროთ ქალბატონ ეთერის და გავიხსენოთ ყველა ის მომენტები მისი ცხოვრების რომელიც ასე ალამაზებს ჩვენ ქართულ ყოფას და აი ამ ქალბატონს. მე მიხარია აკადემიაში მოსვლა, იმიტომ რომ ქართლში საუბრები და ჩემს ბერს ნიშნავს. მინდა რომ კარგად იყოს ყველაფერი და საქართველოს წინ წავიდეს, იმიტომ რომ ყველაფრის ღირსია. კლიმატი, ნიადაგი, მცენარეულობა, მინერალური რესურსები და ამავე დროს ბუნება. 9 ნიადაგიან მთელ მსოფლიოში და ჩვენთან 9 მოიყარა თავი. ეს არის ეროვნული სიმდიდრე. ამ ეროვნულ სიმდიდრეს მოვლა უნდა, გამოყენება უნდა და გამრავლება უნდა. დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ქალბატონ ეთერს უკვე გავიდა კი ეს თარიღი, მაგრამ დღეს ჩვენ აღნიშნავთ მის დაბადების დღეს. აი წარმოვიდგინეთ ადამიანი 100 წლის მანძილზე ცხოვრობდა და ამ 100 წლიდან 80 წელი მუშაობდა ძალიან ნაყოფიერად. მე მასთან ერთად მის ინსტიტუტში მუშაობდი გარკვეული დროის განმავლობაში და ბევრი რამ ვისწავლე. შეგახსენებთ, რომ ეთერ ქემერტელიძე გახლავთ ცნობილი ფარმაკოქიმიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი უხუცესი წევრი. მან არსებითი წვლილი შეიტანა საქართველოში ფარმაკოქიმიური მეცნიერების განვითარების სფეროში. იგი გახლავთ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი. ეთერ ქემერტელიძეს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის წმინდა გიორგის ოქროს ორდენი. გამოჩენილი მეცნიერი 1958 წლიდან დღემდე იოվել ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მოღვაწეობს. ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში გამოფენა კონკურსი სახელწოდებით თბილისური სახსოვარი გაიმართა. ღონისძიება თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით წელს მეოთხედ გაიმართა. გამოფენა კონკურსი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა. ექსპოზიციაზე 30-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტის მიზანი იყო ქრისტიანული თემატიკისა და ქართული ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ფორმით გააზრება და მათ საფუძველზე ორიგინალური ნამუშევრების შექმნა. კონკურსის მონაწილეებმა მცირე ფორმის სკულპტურები, რელიეფები, მედალიონები და სასუვენირე ესკიზები შექმნეს. ღონისძიების ფარგლებში კონკურსის გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს ფულადი ჯილდო გადაეცა. კონკურსის ყველა მონაწილე კი სერტიფიკატით დაჯილდოვდა. გაიმართა თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებული და თბილისის მერიის მიერ მხარდაჭერილი გამოფენა თბილისური სახსოვარი, რომელიც უკვე მეოთხეჯერ იმართება და რაც თავარია წლევანდელი წელი გახლავთ 1700 წლისთავი საქართველოს გაქრისტიანების და სწორედ აი ამ კონტექსტში აი ამ თემას ეძღვნება წლევანდელი ჩვენი გამოფენა და თუ დააკვირდებით ნამუშევრებს, სწორედ ეს თემა არის გახსნილი საკმაოდ საინტერესოდ წლევანდელ თბილისურ სახსოვარში. თბილისური სახსოვარის გამოფენაში უკვე მეოთხედ ვიღებ მონაწილეობას. რახან ამ წელს თემა იყო საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის თავი. წარმოადგინე ჩემი 3 ნამუშევარი, 1 რელიეფი და 2 მედალიონი. რელიეფი გაკეთებულია ქართული ეკლესიების პლასტიკური მოტივებით და ერთ-ერთი მათგანის თლიანი სურათია ამოღებული, მაგალითად ბოლნისის ჯვარი და მცხეთის ჯვრის მოპირკეთებებით ჩუქურთმები არის.
მის გარშემო. მედალიონებს რაც შეეხება უკვე ნიკორწმინდისა და მცხეთის ჯვრის გეგმირებით არის გაკეთებული ფორმა და ასევე მოპირკეთებებით იგივე ეკლესიებისგან არის აღებული სამთავრისი, ნიკორწმინდა მცხეთის ჯვარი და ბოლნისი, რა თქმა უნდა. ეს არის ჩემი პირველი გამოფენა, ჩემი პირველი ნამუშევარიც, შესრულებულია თაბაშირში. დიდი ხანი მუშაობდი რახან ჩემი პირველი მცდელობა და 4 დღე მუშაობდი დაახლოებით ყოველ დღე 3-3 საათი. გამოფენა ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დასრულდა.